ადამიანი ცვლის. დროების ადამიანი. როდესაც იცი რომ მართალი ხარ, როდესაც იცი რომ შენი ბრძოლა ეს ყველაფერი რაღაცნაირად უძლებ ამას. ალბათ ეს შინაგანი ბრწამსი იდეა დავარქვათ. ეს გაიძულებს რომ ამას ყველაფერს გაუძლო. მე ვარ ინგა ესვანჯია, გურამი მერცხულავას დედა. აი, გური პატარა. ეს არის პირველად სკოლაში რო წავიდა. მოიცადე აი იმ სურათს მოვძებნი. ეს დინოზავრების პერიოდი რო ქონდა მაშინდელი. დინოზავრები უყვარდა. ხო, ეს საბავშვო ბაღში რო დაამთავრა. ეს საბავშვო ბაღში ეს ჩანთის ჩალაგებას და რაღაცებს ასწავლიდა. გური ბავშვობიდანვე ფეხი რო აიდგა, ძალიან დამჯერე ბავშვი იყო. შემეძლო უფსკულის პირას დამესვა, ითამაშეთ. იქ არ მიხვიდე, აქ არ მოხვიდე და всё, ვიყავი წყნარად, იმიტომ რომ ყველაფერს იჯერებდა. გონიერი იყო თავიდანვე სხვათა შორის და ეგ რაღაც მომენტში მამაჩემის დამსახურებაც არის, იმიტომ რომ თავიდანვე 1 წლის ბავშვიც კი ეჯდა კალთაში, გქონდა მაშინ რაღაც საბავშვო ენციკლოპედია, იმას ათვალიერებინებდა, უყვებოდა ისტორიებს და ბავშვობიდანვე პრინციპში წიგნი შეუყვარდა. გარდა ამისა, ეს იმას არნიშნავს, რომ ჩაკეტილი იყო. ყოველთვის ძალიან ბევრი მეგობრები ყავდა. ყოველთვის უყვარდა ეს საზოგადოებაში ყოფნა, თავის თანატოლებთან და მეგობრებთან. ესეთი აქტიური იყო. აი განსაკუთრებით ეს ალბათ ბავშვების სცენია, ნუ ფეხბურთის სიყვარული ქონდა და მეკარე იყო. ფეხბურთის გუნდის უბნის მეკარე. ეს გური მიპოვა ქუჩაში. ქუჩიდან მოიყვანა პატარა ფისოვი. ხელის გულზე ეტეოდა და ეხა დიდი ბიჭი არის 4 წლის. ჩემი პატარა ფისო. გურის ფისო. ყველა ძალიან უყვარს ჩემ კალთაში ჭდა. პირველად სცადა ეს ბიზნესის მართვა რაღაცა ეს, მაგრამ თქვა რომ ეს ჩემი საქმე არ არისო, შემდეგ ჩააბარა ილიას უნივერსიტეტში და აირჩია ძირითადად ეს შუა საუკუნეების სამართალი და ეს ფილოსოფიური მიმდინარეობები, ეს აინტერესებდა. ნუ ისტორიის ფაკულტეტი. რა თქმა უნდა, მონაწილეობა აქვს მიღებული არქეოლოგიურ ექსპედიციაშიც, მაგრამ აი რატომღაც შემდეგ ეს არქეოლოგიაზე უარი თქვა და წავიდა აი ამ ისტორიის მიმართულებით. ილიას უნივერსიტეტში მაშინ ჰქონდათ ხოლმე, როგორ გითხრათ, აი სამოქალაქო განათლებას სადაწყებულობენ ესეთი შეხვედრები. ძალიან დატვირთული და საინტერესო ცხოვრება ქონდა მაშინაც. ქონდა გამოცდილება სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობდა, მაგრამ ბოლოს ისე მოგვიწია, ეს ალბათ ხელისუფლების ცვლილებასთან იყო დაკავშირებული, იმიტომ რომ უკვე აქეთ თანამშრომლობა აღარ მოინდომა თუ რა იყო და სულ ბოლოს ოჯახის პირობებმაც განაპირობა ბარში მუშაობდა. სულ ბოლოს. იმიტომ რომ დღე ფაქტიურად ნუ მე ვიყავი, მე მქონდა სამსახური, დავდიოდი მე სამსახურში და თვითონ მამასთან ერთად იყო და ნუ ხამე უკვე მე რომ მოვიდოდი სამსახურიდან, მე ის გადიოდა. მისი მამა იყო, ნუ აფხაზეთის ომშიც მონაწილეობდა, მაგრამ შემდგომ გახდა პირველი ჯგუფის ინვალიდი. გურის მამა გარდაიცვალა 3 იანვარს, გური დაიჭირეს 4 დეკემბერს. უბრალოდ არ ვიცი, იცით, აი ბოლოს რომ მამამისი ვნახე, ბოლო დღე იყო. მისი სიცოცხლის გახარებული დამხვდა, ეთყობა გულმა უგრძნო თუ რა იყო.
გურიმ დამირეკა და ველაპარაკეო. მელაპარაკაო. ნუ მე რა თქმა უნდა ვიყავი მასთან, წამოვედი და ღამეს გარდაიცვალა. 3 იანვარი იყო და ნუ ახლა ახალი წლები, რაღაცა ციხის ადმინისტრაცია არ მუშაობსო. ნუ ადვოკატმა ყველაფერი გააკეთა და გურის მართლა გაუმართლა და ბრწყინვალე ადვოკატი შეხვდა. მაგრამ ციხის ადმინისტრაცია არ იყო უბრალოდ ადგილზე, არ დადეგები იყო. ამიტომ ვერ მოხერხდა გურის პანაშვიდზე მოყვანა. ისე ჩაიარა ამ ყველაფერმა, რომ ნუ არ მოხერხდა. უფლება არ მიცის. ჩვენ შემთხვევაში საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია, იმიტომ რომ აი ამ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის გური მეოთხე თაობაა, რომელიც ნუ ფაქტიურად ეწირება ყველაფერს. დავიწყოთ იქიდან, რომ გურის ბაბუის ბაბუა. ეს იყო ლაიფციგის უნივერსიტეტის დოქტორი, რომელიც ჟორდანიას მთავრობის დროს, რო გამოაცხადეს დამოუკიდებლობა, საქართველოში ჩამოვიდა, აქტიურად თანამშრომლობდა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობასთან და საბოლოო ჯამში მოხდა ისე, რომ როდესაც მთავრობა ემიგრაციაში წავიდა, ეს ადამიანი აქ დარჩა. მე აქედან არსად აღარ წავალო. დარჩა თბილისში. ნუ რა თქმა უნდა, ერთხელ დააკავეს, გამოუშვეს, შემდეგ მეორედ რო დააკავეს 29 წელს, თუ 28-ში არ მახსოვს და რა თქმა უნდა, მაშინდელმა კგბ-მ, ეგრეთ წოდებულმა გააქრა. დახვრიტეს. ჩემს სამსახურში ეროვნულ მუზეუმში, ოკუპაციის მუზეუმში სტენდზე დევს მისი სურათი, მისი ისტორიაც არის, მეთოდე ჭანტურია. რაც შეეხება მისი ბაბუა უკვე მამა ჩემი, ეს იყო ზვიად გამსახურდიას ბავშვობის მეგობარი, ბოლომდე მის გვერდით იდგა და სიტუაციიდან გამომდინარეც ძალიან ბევრი რეპრესია გამოვიარეთ. ეს იყო სახლში შემოვარდნა, მხედრიონელების დაძიოკება და ასე შემდეგ. მეც 9 აპრილის აქციების, მანამდე ნოემბრის შიმშილობის აქციების მონაწილე ვიყავი. ეს ყველაფერი გური მიცოდა მამა ჩემისგან. აი კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ მამა ჩემს ალბათ დიდი წვლილი მიუძღვის მის ჩამოყალიბებაში, იმიტომ რომ ბოლოს მამა ავად იყო ძალიან და ეს ახალგაზრდა იყო გური, რა თქმა უნდა, მაღალ კლასებში, შემდეგ უკვე სტუდენტიც რო გახდა, თითქმის არა, ყოველ დღე მოდიოდა ბაბუასთან და საათობით ისხდნენ და ამ საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ საუბრობდნენ. მამა ჩემს კარგი განათლება ჰქონდა და რა ვიცი, ალბათ ამანაც მოახდინა ზეგავლენა. ამიტომ არ გამკვირვებია, რომ გური აქციების აქტიური მონაწილე გახდა და დადგა. უბრალოდ სხვანაირად არც მოხდებოდა ოჯახიდან გამომდინარე. ყველა იყო იქ და ესეც რა თქმა უნდა იქ წავიდა. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის რიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. მოულოდნელი კობახიძის განცხადება ჩემთვის არ ყოფილა. გურის ნეგატიური რეაქცია ჰქონდა, რა თქმა უნდა, უარყოფითი ამის მიმართ. თუმცა მოულოდნელი არ ყოფილა, იმიტომ რომ ამ ხელისუფლებისგან ამას ელოდა. ეგ პრინციპში მართალი გითხრათ, იცით, გური როგვერზე გადავდოთ, მეც ვიცოდი. თავიდანვე ვიცოდი. სხვანაირად შეუძლებელია. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 48 საათის განმავლობაში თბილისის საოპერაციო სასამართლოში დღიდან ოცნების დაარსებისა. არასოდეს მათი ნდობა არ ქონდა. ყოველთვის ალბათ მისი აზრი იყო, რომ ეს პრორუსული ხელისუფლებაა. ყოველთვის ამას ფიქრობდა.
და მართლაც იცით რა არის, აი რატომ გავიდა, ცალკეული კანონი, რაღაც ცალკეული ნაბიჯი ეს მიზეზი არ არის. ეს იყო გლობალურად აი ეს პრო-რუსული მიმართულება. ის რომ საქართველო კიდევ ერთხელ რუსეთთან არ უნდა იყოს. ეს აწუხებდა ზუსტად რომ უკვე მერამდენე თაობამ შეიძლება იბრძოლოს რუსეთის წინააღმდეგ. მერამდენე თაობა. ამიტომ მისთვის ყველაზე მიუღებელი პირველ რიგში იყო პრო-რუსული. ყველაფერი პრო-რუსული. 5 დეკემბერი იყო, მე ვიყავი სამსახურში. ნუ რა თქმა უნდა, მამამისმა არ დამირეკა. აი უკვე აქ ცხოვრობდით, გადმოსულები ვიყავით, გური მამასთან იყო. და ჩავიდა ეგ ქუჩის ბოლოს მაღაზიაში სიგარეტის საყიდლად. ღამე იყო აქციაზე, რა თქმა უნდა, დილისკენ მოვიდა, ამიტომ გვიან გაიღვიძა და ნუ ესე 4 საათი იყო თუ რაღაცა. აი მაღაზიასთან დახვდნენ, წინააღმდეგობა არ გაუწევია, 4 მანქანა იყო თუ რაღაც. რო ამოვედი აი აქ სახლში, ნუ აი ეს ყველაფერი გადმონგრეული დამხდა, ნუ ჩხრეკა ჩაატარესო და მამამისი იჯდა აქ. მითხრა რომ გური დააკავესო, აქ იყვნენო ჩხრეკაზეო, 1-4 პოლიციელი და არაფერიო, ნუ ეძებეს, რას ეძებდნენ არ ვიციო და მერეო წავიდნენ. და საღამოს დამირეკა გამომძიებელმა და მითხრა რომ თქვენი ვაჟი დაკავებული არის. ჯგუფური ძალადობის ბრალდებით და შეგიძლიათ ხვალ დილით მიაკითხოთ იზოლატორში. ნუ ახლა აქციის წევრებს იჭერდნენ, ნუ უარესიც კი ხდებოდა, იმიტომ რომ ბერმა ჯანმრთელობა დატოვა იქ რუსთაველზე. უარესებიც მოხდა, რა თქმა უნდა. რომ დააკავეს გასაგებია, მაგრამ ნუ ესეც სერიოზულ მუხტს არ ველოდი, ნუ ხულიგნობას ან რაღაცას ველოდი, მაგრამ ესეც სერიოზულ მუხტს თუ მიუყენებდნენ, არ მეკონა ნამდვილად. და დღესაც, ნუ აი ფაქტია, რომ ეს როდისმე ალბათ მოხდება, რომ ამ სასამართლოს არქივებს ხელახლა წამოწევენ და აი ნახავთ, რომ სასამართლოს მიმდინარეობის პროცესში არც ერთი მტკიცებულება არავის მიმართ, რომელიც აი მუხლს შეესაბამება, არ არსებობს. თავდაპირველად უჩვენებდნენ, იყო რაღაც ვიდეო, სადაც ტროტუარზე უბრალოდ გდია ქვა. გურის ჭაჭანება კი საერთოდ ადამიანი არ არის იქ ახლოს. და ვითომ ეს ქვა გური მისროლა. შემდეგ მეორე კადრი მაქვს ნანახი, სადაც ესე 2 ხელი აქვს აწეული, უჭირავს დროშა. გაშლილი. ნაჭრის დროშა, ნუ ტარის გარეშე აი ესე დგას. და ნუ რაღაც საგნები დაფრიალებს. და ნუ ამან ის ვითომ ამან ისროლა, ნუ 2 ხელი ზევით აქვს, რა თქმა უნდა. ნუ აი ესეთი ვიდეო კადრებია და ნახოთ ფაქტიურად არაფერი არ მტკიცდება. გაურკვეველი წარმოშობის საგანი. აი ესე წერია. გაურკვეველი წარმოშობის მძიმე საგანი. ეს სასამართლო სვლელობა და ნუ ეს ყველა მტკიცებულებების გაბათილება და ეს მომავლისთვის არის საჭირო, სტრასბურგისთვის არის საჭირო და ასე შემდეგ. ეს სამართლის საფუძველია, თორემ ის რომ აი ეს ყველაფერი დღევანდელ სასამართლოში გაჭრის, ამის იმედი არავის არ აქვს. მიდგომა არის აი ასეთი, გასაგებია, არ არის ეს მტკიცებულება, მაგრამ რასაც მინდა, იმას გავაკეთებ. აი ესეთი მიდგომა აქვს სასამართლოსთვის. ჯერ ერთი გადმოცემით ხო ვიცოდე ჩვენი წარსულის ამბებიც და მეორეს ერთიც პირადად მეც მაქვს რეპრესიები გადატანილი, მამისგან გამომდინარე, მე მაქვს ამისი გამოცდილება. ელემენტალურად ერთ ეპიზოდს გეტყვით, შემოვარდა ვითომ რაღაც დიდუბის რაიონის რაღაც მხედრიონი თუ პოლიცია, მილიცია მაშინდელ თუ რა იყო, არ ვიცი, გური მეკავა ხელში და ავტომატი ჰქონდათ მოშვერილი ჩემზე. შემდეგ ვიღაცა შემოვარდა სახლში ჩემთან
და ბინა დაცალეთ, ეხლა ეს სახლი ჩვენიაო, ეგეც. ასე რომ რეპრესია ჩემთვის უცხო არ არის. გამძლევარ ხასიათია ეს ჩემი ასეთი. ვიცი რეალურად უყურებ სიტუაციას, ვიცი რომ აი ესე დაახლოებით შეიძლება ესე მოხდეს და მე ამას უნდა გავუწყო. პირველივე საუბარზევე ფაქტიურად მითხრა ის სცენარი, რაც მე განვითარდა. თავიდანვე რეალურად აღიქვა სიტუაცია. და აი სხვა შორის მისი წერილიდან მომყავს ხოლმე ციტატა სულ, სადაც მწერს, რომ მოკლედ ნაცისმა უთხრა, რომ გორი დარჩეს სახლში, ჩვენმა ოჯახმა, ისედაც ბევრი გაიღო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ის პასუხობს გორი, ჩემი დიდი ბაბუაც, ჩემი ბაბუაც დაიხარჯა ბოლომდე, გასცეს რაც კი შეეძლოთ, მეც ბოლომდე ვიბრძოლებ. დავიხარჯები იქამდე, სანამ ვიქნები. აი ესეთი დაახლოებით, აი ესეთი ფრაზა მომწერა. გაცნობიერებული აქვს ბოლომდე, რეალურად უყურებს სიტუაციას და იცის კი ბატონო, ეხლაც სულ მეუბნება, აი დღეს დილით ვიყავი პაემანზე და დღესაც მითხრა, რომ აგვისტოს ბოლოს იცოდნენ, რომ მომისჯიან, მე ვარ მზად, შენც იყავი მზად. ძალიან რთულია. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, მაგრამ როგორ გითხრათ, ერთი მომენტიც არის, ხანდახან ჩემ თავსაც ვაყენებ ხოლმე მის ადგილზე, როდესაც ესეთ ბრძოლას იწყებ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. აქ შეუძლებელია უბრალოდ ესეთმა ხელისუფლებმა დიდხანს არსებოს. ელემენტალურად იმ ტოტს მოჭრიან, რომელზედაც ხედან. ეს მართლა ბუნებრივია და რა ვიცი, ალბათ ესეც იქნება. რაც შეეხება ბიჭებს, ყველას მიმართავდი, რომ იყვნენ ძლიერები, მომწონს მე მათი შემართება, ის რომ ისინი ბევრად უფრო თავისუფლები არიან, ვიდრე თქვათ ვიღაც მთავრობის წევრი, რომელსაც რაღაცის შიში აქვს, რაღაცას დაკანკალებს. არა, თქვენ მართლა თავისუფლები ხართ, მართლა ყოჩაღები ხართ და იყავით მედგრად, ბოლომდე უერთგულეთ იდეას, რაშიც ეჭვი არ მეპარება და გაუფრთხილდით თავს. მე ესეთი აზრი მაქვს, რომ ყველაფერი ალბათ ძალიან მოულოდნელად და უცბად დამთავრდება, რაც არაერთხელ გვინახავს. ძალიან მოულოდნელად, ერთხისაც გავიხვიძებთ და ყველაფერი კარგად იქნება. ადამიანი ცვლის. დროების ადამიანი.